enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusque dans vos bras, égorger vos fils et vos compagnes. Aux armes, citoyens, formez vos bataillons. Marchons, marchons, qu'un sang pur abreuve nos sillons. გამარჯობათ, მოგესალმებით, თქვენ წინაშეა გადაცემა პრეს რევიუ. მე გახლავართ გიორგი ბურჯანაძე, ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე, პროფესორი, ქალბატონი თამუნა რობაქიძე, პრეზიდენტის სტიპენდიატის სტუდენტი, პოლიტოლოგი და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მეგობარი, ბატონი მირიანაშვილი, რომელიც გახლავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. დიახ, არ იფიქროთ რომ მე რაღაც ესე იგი შემეშალა, არა ჭუიდან გადავედი, ნამდვილად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა დღეს ჩვენთან სტუმრად და ეს გახლავთ პირველი პარლამენტის მოწვევის დროს ფრაქციის თავმჯდომარე იყო და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელი აქვს მოწერილი. დღევანდელი თემა დღეს ჩვენ გვექნება ადამიანის უფლებების საკითხები საქართველოში. რაც ხდება მსოფლიოს საკითხებში მიმოვიხილავთ საბერძნეთსაც შევეხებით, რა თქმა უნდა, სხვა თემებსაც შევეხებით, მაგრამ ძირითადში მინდა გითხრათ, რომ 40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰელსინკში მოეწერა საბოლოო აქტს ადამიანის უფლებების შესახებ და აი 40 წელიწადი გავიდა ისე, რომ თითქოს ვერ შევამჩნით. ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და თქვენ ხედავთ, რომ საქართველოსაც პირველი მოძრაობა თუ გახსოვთ ეროვნული მოძრაობა იყო ჰელსინკის კავშირი, რომელიც შეიქმნა და მან თავისი ისტორიული კვალი დატოვა საქართველოს. ანუ უფლებადამცველთა მოძრაობამ თავისი კვალი დატოვა მთლიანად მსოფლიოში და მით უმეტეს აღმოსავლეთ ევროპაში, რაც დამთავრდა ბერლინის კედლის დანგრევით და შემდეგ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის. აი ბატონი ნუგზარს ვთხოვოთ, რომ უფრო დაწვრილებით იმ მოვლენებზე, რაც 1975 წელს მოხდა და იმ შედეგებზე რა დღეს გვაქვს. Այդ მოგახსენებთ, მართლაც ეს ევროპა აღნიშნავს, საკმაოდ ფართოდ აღინიშნება ეს თარიღი 40 წლის თავი, აი ამ ჰელსინკის დასკვნით აქტზე ხელმოწერის შემდგომ, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც შეცვალა ევროპა და სოფლიო. თუმცა ეს უფრო ადრე დაიწყო 1963 წელს იყო პირველი თქვათ ესეთი სურვილი გაჟღერებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომ ყოფილიყო შეთანხმება ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ. უბრალოდ შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ ეს არის ცივი ომის პერიოდი, საკმაოდ დაძაბული ვითარება. ცივი ომი ახსავს იმ ცხელი წერტილებით, როგორც მაშინ პოლიტოლოგები უწოდებდნენ, გამალებული შეიარაღება, ატომური საფრთხეები და ზუსტად ამიტომ ორივე მხარე აღმოსავლეთი და დასავლეთი ცდილობდა, რომ თქვათ ეს მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგრამ თან ისე რაღაც შენიღულად იყო, რომ აი რა ვიტყვი, უნდათ სახეთ შეენარჩუნებინათ, არ უნდათ ეჩვენებინათ, რომ აი ზედმეტად დაინტერესებულები არიან უსაფრთხოებით, პირიქით ისინი ცდილობდნენ, რომ აი მოწინააღმდეგეს რაღაცითი ზეწოლები მოეხდინათ, გამოიყვანათ ის აგრესორად ამ გამალებული შერაღების წამოწყებას, სცენარში ორივე მხარე იყო, ერთზეც ვერ გამოყო, ორივე მხარე რა თქმა უნდა დაინტერესებული იყო თავის. ორივე მხარე ხდებოდა, რომ ატომურ ომში გამარჯვებული არ არსებობს. არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად და საინტერესოა, ხა იმაშინდელი მკვლევარები ამბობენ, როცა აი შეიძლება რომ შენ დედამიწა გაანადგურო ერთხელ და ეს იარაღი ორივეს გააჩნდა, მაშინ ბირთვული იარაღი რაღაც საჭიროა გამალებული შეარაღება, რომ თქვათ უკვე მაშინ ეს პერიოდია 70-იან წლები, როდესაც შეერთებული შტატების საბჭოთა კავშირის ვიტყვენ დედამიწის რამდენჯერმე განადგურება შეეძლო. უკვე აზრი ქონდა ამ გამალებული შეარაღებას, რა ქვია, დაგარგული. და აი ამ პერიოდში უკვე 75 წელს ეს არის 30 ივლისის 1 აგვისტო, როდესაც ეს ხელმოწერა მოხდა ამ ჰელსინკის დასკვნითი, თქვათ, აი ამ აქტის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი
ყველაზე მთავარი ამ დოკუმენტში ის იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ის საზღვრები, რა საზღვრებში დარჩა მეორე მსოფლიო ომის, აი პოცდამის, რა ქვია, ხელშეკრულების მიღებულ საზღვრებში ქვეყნები აღარ უნდა მოხდარიყო მისი გადახედვა. ეს იყო მნიშვნელოვანი. იქ იყო სხვა პუნქტები, ჰუმანიტარული, ეკონომიკური დახმარების, სამართლებრივი და ეს ჰუმანიტარული სადაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მე ალბათ კიდე იმაზე უფრო ცვლად ვისაუბრებ. ის პუნქტი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირს არ უნდა და არ აინტერესებდა. მაგრამ აი ამ პირველი პუნქტის გამო საზღვრების ურღვეობაზე რო იყო საუბარი, იძულებული გახდა იმაზე თვალი დაეხუჭა იმ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ხელი მოეწერა. რატო იყო მნიშვნელოვანი? იმ პერიოდში არაღი ბალტიისპირეთის შეერთებას ევროპის ქვეყნები არ აღიარებდნენ. შეერთებული შტატები არ აღიარებდნენ და ეს საბჭოთა კავშირს უნდა რომ დე ფაქტო ხო იყო, მაგრამ დე იურეთაც მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის მიღებული ყოფილიყო, რომ ბალტიის ქვეყნები ბალტიისპირეთის ამას გარდა საზღვრები ჩეხოსლოვაკია, გერმანია, პოლონეთი, რაც მოხდა აი პოსტამზე, რაც მიიღეს და შეცვალეს ეს ახალი ევროპის რუგა შეკერეს, ზუსტად აი ეს რო ყოფილიყო დამტკიცებული სამართლებია, დე იურე და აი ამის გულისთვის ანუ პოსტ-იალტიზმის პერიოდი დამტკიცდა. თუმცა იქვე იყო ეროვნების თვითგამორკვევის შესახებ, ერების თვითგამორკვევის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ცოტა უკვე მტკივნეული საკითხი იყო საბჭოთა კავშირისას. თუმცა ნახეთ ორმაგი ადამიანის უფლებების და პირადი თავისუფლებების ორმაგი სტანდარტი. საბჭოთა კავშირის იმ პერიოდის პრესას თუ გადავლებთ თვალს, სულ ის მაგალითად სხვა ქვეყნებში ეძებდა ადამიანის უფლებების დარღვევას. და სულ ამრავი ფაქტები იყო, აი იქ იმათ ჩაგრავე რასობრივი ნიშნით, ეროვნული ნიშნით, რელიგიური ნიშნით, მაგრამ თვითონ თითქოს საბჭოთა კავშირში აი მგლები და ცხვრები ერთად ზოვდნენ და ბედნიერად იყვნენ. და რაც შეეხება ეს ადამიანის ჰუმანიტარული ადამიანის უფლებები, ის არის ძალიან მთავარი ფაქტორი და ამან გამოიწვია მე ესეთი რღვევა, რასაც ქვია აღმოსავლეთის სისტემის, რა იყო ადამიანის უფლებები, ეს ძირითადი ფუნდამენტალური უფლებები, სინდისის თავისუფლების, კერძო საკუთრების შესახებ წვიანი სხვა ეს და აი უკვე ამ როცა მოვაწერეს ხელი, მე აღმოჩნდა რომ უკვე ეს უფლებები უნდა რა ქვია დაეცვა. თუმცა აქვე ვიტყვი რომ უფლებებს მაშინ არ იცავდნენ საბჭოთა კავშირში, არც სხვა ქვეყნებში არ ხდებოდა თქვათ ამ მაგრამ რეაქციები მუდამ იყო და ზუსტად ამისთვის იქმნება დღევანდელი EUTO რაც არის მაშინ ის ორგანიზაცია არის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, მაშინ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭო ერქვა. ეს იმიტომ შეექმნა რომ გაეკონტროლებინა, მაგრამ ნახეთ ესეთ სამართლებრივ კაზუსს ჰქონდა ადგილი. კი ბატონო, გასაგებია რომ თქვათ უნდა ადამიანის უფლებები დავიცვათ. ყველა ქვეყანამ თავის შიგნით უნდა დაიცვას უფლებები. მაგრამ თუ სხვა ქვეყანა და სხვა ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ეთქოდა, აი თქვენ რატო ვარგოთ ადამიანის უფლებებს, უკვე იმ პირველ მოხს გამოიყენებდა საბჭოთა კავშირი და ეთქოდა რომ თქვენ არ აგაქვთ უფლება სხვა ქვეყნის პირად საქმეში ჩაერიდეთ. ასეც იყო მუდამ. ესეც იყო და აი ამან გამოიწვია ზუსტად რომ აი ეს ჰელსინკის კავშირები იქნება ყველა ქვეყანაში, ეს იყო ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი იყო, საბჭოთა კავშირი და მათ შორის აი საქართველოში მას შემოყალიბდა ჰელსინკის კავშირი და აი ამ ჰელსინკის ჯგუფების მიზანი, ერთადერთი მთავარი მიზანი რა იყო, რომ ემხილებინათ საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევა. და ეს ინფორმაცია გადაეცათ მერე ვთქვათ, ვიქ ევროპა იქნებოდა თუ შეერთებული შტატებისათვის, იმიტომ რომ შეერთებული შტატები და კანადაც იმ 33 ევროპის ქვეყანასთან ერთად ისინიც ხელის მომწერები იყვნენ და პასუხისმგებლობა ჰქონდა თავის თავს. ჩვენ ყველას გვახსოვს მაშინდელი დისიდენტები, ბრძოლა რაც მიდიოდა, დაკავებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა შეკითხვნილი ბრალდებები, 58 მუხლი, ანტისაბჭოთა საქმიანობა და ასე შემდეგ. ბატონო მერიან, თქვენ ხომ არ გაიხსენებდით იმ დროინდელ მოვლენებს და უფრო აი ქართულ ნიადაგს მიუსადდა რომ ასე ვთქვათ. ესე იგი მარტებულად აღნიშნა ბატონმა რომ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ არეალში მოხდა აი ამ კარგი აგებით რომ ვთქვათ ბაცილის იმპლანტაცია, იმიტომ რომ ამ განვითარება სცენარისა საბჭოთა ხელმძღვანელობა როგორც ჩანს არ ელოდა, მას ეგონა რომ ეს წმინდა სახის დეკლარატიული აქტია, რომელსაც უნდა ხელი მოაწეროს და შემდეგ ვითარება წარიმართება ზუსტად ისე, როგორც იყო მანამდე, ანუ ისინი შემბრალს დაგდებენ, ესე იგი ამ ხელშეკრულების
და ფუნდამენტური მუხლების დარღვევაში შენ იმად დააბრალდებულებ და მოკლედ ეს იქნებოდა იგივე რიმეიკი იმ სიტუაციისა, რომელიც იყო მანამდე. აღმოჩნდა რომ თურმე ესე იგი მოცემულობა არის შეცვლილი აბსოლუტურად ყველგან სოკოსავით და ეს როგორც ჩანს ერთგვარად მომზადებულიც იყო დაწყებული პრაღიდან დამთავრებული თვით საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირშიც კი უსიამოვნო ელემენტი იყო იმაში რომ არა მხოლოდ მოსკოვში შეიქმნა ჰელსინკის ჯგუფი არამედ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიებზე ყველა დედაქალაქში ჩამოყალიბდა ადგილობრივი დისიდენტური დაჯგუფებების მონაწილეობით საკუთარი ჰელსინკის ჯგუფი რომელსაც ეხლა მე მინდა ცოტა ფორმატი გავაფართო დროთა განმავლობაში არა მხოლოდ სამართალდამცავი და ადამიანის უფლებების ასე თქვა დაცვის მონიტორინგის ფუნქცია ქონდა არამედ ის განიფრცო ეროვნული უფლებების მხრივაც აი რომ გადახედოთ თქვენ ჰელსინკის ჯგუფებს მათ განვითარებას დაწყებული 75-76 წლიდან ვიდრე საბჭოთა კავშირის დარღვევამდე თქვენ ნახავთ რომ სულ უფრო ხვედით წილი მათ საქმიანობაში აქ ეროვნული უფლებების დაცვას ანუ არა მხოლოდ პიროვნულის არამედ იმ მუხლების ხაზგასმას რომელიც ადამიანის ერების თვითგამორკვევის უფლების თვალსაზრისითაც ამან შეიძინა სხვათა შორის ძალიან სერიოზული კუმულატიური ეფექტი და მემარჯვენე კონსერვატიული ფრთა საბჭოთა ხელისუფლებისა შემდეგ მთელი იმ დარჩენილი 15 წლის მანძილზე სერიოზულად განიხილავდა ამ დამფუძნებელ აქტს როგორც სერიოზულ რევიზიას საბჭოთა ხელისუფლებას. მემარჯვენე კონსერვატული თუ მემარცხენე კონსერვატული? ნუ აი იქ მაშინ ეძახდნენ აქ ყველაფერს სარკისებულად უყურებდა საბჭოთა რეალობა და ამიტომ ევროპულ მემარჯვენეობას აქ აღიქვარდნენ როგორც მემარცხენეობას და აქ უკიდურესად რადიკალური ფრთა ანუ იდეოლოგიური დარტყმა გადმოვიდა საბჭოთა კავშირის შიგნით. გადმოვიდა საბჭოთა ხელისუფლება კოსიგინის უსლოვი შეჩვეული იყო მუდამ ესე იგი სხვის მინდორზე თამაში და აღმოჩნდა ბურთი მათ მოედანზე მათ საჯარიმო მოედანზე ასე ვთქვა და მათ მოუწიათ მოგერიება. აღმოჩნდა ბურთი მათ მოედანზე მაგრამ აი რა მომენტი იცი ერთი ჩეგევარა და ორი ჩეგევარა და აქ 10 ჩეგევარა გაუჩნდათ უცებ გმირები რომელიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ია ბატონო ამას რო თვალყური მივადევნო ძალიან საინტერესო მოვლენების განვითარებას ესე გადავაწყდებით და ლოგიკური ჯაჭვი დაწყებული ჰელსინკში ჩამოყალიბებული იმის სიტუაციისა ძალიან სერიოზული მიმართულებები მათ შორის ხშირად მოულოდნელით. როდესაც 76-ში აქ რუსეთმა და არა მარტო აქ არამედ ისეთ საკვანძო მისთვის მტკივნეულ ადგილებში როგორც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზიას მეტწილად ეძინა მე ხშირად ვიყავი იქ მაგრამ იგივე უკრაინას მაგრამ ბალტიის დაგეთახმები დასავლეთ უკრაინაში მე ხალხი მყავს არა დასავლეთზე ცალკე მაქვს საუბარი მე გეუნები კიევი და დასავლეთი მე გეუნები მე აღმოსავლეთ მე გეუნები კიევი მაშინ მე ქალაქ დედაქალაქებზე მე გეუნები რომ ბალტიის სამსახელმწიფოში და ამიერკავკასიაში ჰელსინკის კავშირმა ძალიან სერიოზული ჰელსინკის სულმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროტუბერანსები დაბადა რა და ისინი მოსკოვის ხელისუფლება იძულებული გავიდნენ კონტრღონიზებების ორგანიზებაზე ის რომ საქართველოში 76-ში 77-ში 78-ში პოლიტიკური რეალობა ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ძალიან სერიოზულად განსხვავდებოდა 72, 73, 74 წლებისაგან ძალიან სერიოზული ღვაწლი ამაში სწორედ ამ პროცესებს ჰქონდა და შედეგად ჩვენ მივიღეთ კონტრდატყვები აფხაზეთში, ოსეთში, გესმით, ანუ ფაქტობრივად ოსეთში თუ ცხინვალში. ნუ მაგას ხო ცხინვალი ვთქვათ, კი ბატონო. აი ეს როკის გვირაბის მშენებლობაა. აი ეს ყველაფერი ერთად კავშირში იყო, ამით საქართველოში როგორ იყო ეროვნული ცნობიერების აზრთებას აბალანსებდნენ ეთნიკური პერიფერიების იმით, რა ქვია რა, მომენტის სინაპაზე წამოწევით. ამიტომ ეს ის რაც დაიწყო ჰელსინკში, საქართველოში ამან ძალიან სერიოზული გავრცელება ჰპოვა ბევრი მიმართულებით. აი, სანამ თამუნას ჩავთავდეთ თავისი მოსაზრებებით, მე რა მინდა ვთქვა, არსებობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. და იქ არის ერთი მუხლი, რომელიც მინდა ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს. მუხლი შრომელების შესახებ და შრომის უფლებების შესახებ, რომელიც საქართველოში ფაქტურად არ არსებობს. ამას რატომ უსვავ ხაზს, იმიტომ რომ გავიდა 48 წლის შემდეგ ნახევარი საუკუნე, ხოლო ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი, ხოლო
ჰელსინკის აქტის შემდეგ 40 წელიწადი და აი რისი უფლებები უნდა კონდეს ადამიანს საქართველოში, უბრალოდ ვიცოდეთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ და თან უნდა დაგვეხმარება უბრალოდ აი და თხოვ. ეს არის ესეთი უფლებები, როგორიც აყოლ ადამიანს უნდა კონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ეს იქნება ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით. ამასთან მე მინდა გავაგრძელოთ ჩემი მოსაზრებები და რაც შეეხება ჰელსინკის დასკვნით აქტს, ეს იყო დასავლური დიპლომატიის უდიდესი წარმატება და მონაპოვარი. მან ფაქტიურად რკინის ფარდის მიღმა შეძლო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ამოქმედება და ისეთი ორგანიზაციების ამოქმედება, როგორც იყო მაგალითად ჰელსინკის ჯგუფი, ქარტია 77 ჩეხოსლოვაკიაში და სხვადასხვა თქვათ ეროვნული მოძრაობები ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. და აღსანიშნავი ის იყო, რომ საქართველოში დაიწყო ჩამოყალიბდა ჰელსინკის ჯგუფი, მისი თავმჯდომარე გახდა ზვიად გამსახურდია. მასთან ერთად იყო ასევე მერაბ კოსტავაც. მნიშვნელოვანი იყო მოგვიანებით მათ ჩამოყალიბეს კიდევაც პარტია, ეს იყო მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო, რომელიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. და მე მინდა გავაგრძელო, ესე რომ ვთქვათ, ამ მუხლის მიმოხილვა, ძირითადად რა შეიძლება უზრუნველყოს, რა არის ნაგულისხმები ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაში და რა უნდა გავითვალისწინოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჰელსინკის დასკვნით აქტში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩაურევლობის პრინციპმა, თვითგამორკვევის პრინციპმა და მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების პრინციპი. სწორედ ამას მოყვა შემდგომ სხვადასხვა სამართლებრივი ორგანოების ჩამოყალიბება სხვადასხვა სახელმწიფოებში. ბატონო ნუგზარ, ეხლა გადავიდეთ აი თანამედროვე ესე იგი პატარა პლასტიკ მივოვიხილეთ ისტორია და თანამედროვე პირობებში, რამდენად აი დღევანდელ პირობებში დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. რამდენად დღევანდელ პირობებში რეალიზებულია ეს ჰელსინკის დასკვნითი აქტი და საერთოდ ადამიანის უფლებები დეკლარირების დონეზე დარჩა თუ ადამიანის უფლებების დეკლარაცია ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში. რა შევძელით ჩვენ დაუშვათ ამ ეტაპზე, რა შეძლო სოფლიომ და რა ვერ შეძლო და ჩვენ რა პრობლემები გვაქვს თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ხა პრობლემები არის მრავლად და ეს რამე პრობლემა რომ ვერადროს ვერ გამოვლევ, როგორია რომ თქო რაღაც ერთი რიგი ამ პრობლემების გადავწყვიტეთ, მეტნაკლები წარმატებით, ორი იმდენი სხვა პრობლემა გაჩნდება. რა თქმა უნდა, ხა შეიძლება გამოვიდეს ზოგი და გააკრიტიკოს ეს ჰელსინკის ხელშეკრულება, თქვათ ის შემდგომი თქვათ ვითარება რაც იყო, რომ თქვათ უამრავი ფაქტი შეიძლება მოვიტანოთ, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ რაც გვინდოდა სენოში სულ სხვა რამე მივიღე. აი მე ვთქვი მაგალითად, რომ თამაშის წესები შემიცვალეს. რა თქმა უნდა, თამაშის წესები ეს საერთოდ იცვლება ყველაზე მინიმუმ პერიოდი აღებული 50 წელი, ნახევარი საუკუნე, აი ბოლო 500 წელს თუ ავიღებთ, იცვლება თამაშის წესები. ურთიერთი დამოკიდებულება იცვლება. რა თქმა უნდა, ამ ჰელსინკის შემდეგ იმ 40 წელიწადს შეიცვალა მთლიანად ევროპა, შეიცვალა მთლიანად მსოფლიო. სხვა დამოკიდებულებები აქვთ ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ. სხვა სოლიდარობის ეს შემოვიდა, ხო? ხარისხი. რა თქმა უნდა, დადებითი ბევრია, მაგრამ ამავე დროს ამ დადებითის გვერდით, რა თქმა უნდა, ახალ-ახალ ისეთი მოვლენები და ფაქტები ჩნდება, თუნდაც აი პიროვნების თავისუფლებას თუ ავიღებ, ეს როგორც აი ჯინი რო ამოვა, თქვა. ამოუშვებ ჭიქ ბოთლიდან ჯინს და გონია რომ ის რაღაც პატარა ესეთ საყვარელი ჯინია, ის იზრდება და რაღაც დიდი მონსტრი შეიძლება აღმოჩნდეს. სუსად ეს არის, რომ ადამიანის თავისუფლებებზე როცა არის საუბარი, მაშინ წარმოდგენა არ ქონდათ თუ რა მასშტაბებით მივიღებდით, თქვა 40-50 წლის რა მასშტაბებს მიიღებდა ეს ადამიანის პიროვნების თავისუფლება. სისტემამ გამოუშვა ჯინი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ სისტემა უზრუნველყოფა აღმოჩნდა იმ ვალდებულებების შესასრულებლად. საუბრობთ, როცა ის აი 1995 წელს ჩამოყალიბდა ამ სახით EUTO რაც არის, შეიცვალა, ну, ოდნავ სახელი და ფუნქციები შეიცვალა. ზუსტად რა იყო მთავარი? ეს გახდა ეს რადიკალური ნაციონალისტური გამოხდები
მთელ სოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში. როცა იყო ეს ცივი ომი, ეს თქვა ეს ბალანსი, ბიპოლარული სამყარო. მაშინ ნაციონალიზმი, ნაციონალისტური ესეთი გამოხდა არ ჩანდა თითქოს. სეპარატიზმი. ხო, არ იყო რომ აი ორი დაპირისპირება. აი ხედავთ როგორც კი თქვა ეს ცივი ომი დამთავრდა, ეს გლობალური საფრთხე მოიხსნა, ხედავთ, აი ინსტიტუტში აპარტეიდი დაიწყო. მახსოვს მე შეხედა რომ მქონდა იყო იქ კარდინალი ჩამოსული ამდენიმე წლის წინ სამხრეთ აფრიკის აი კათოლიკური ეკლესიის მეთაური და როცა ეს ინტერვიუ დაუსვით შეკითხო კითხე როგორ ფიქრობ რო არ ცივი ომი რო არ დასრულებულიყო რო არ დანგრეულიყო საქმეთა კავშირი თქვენთან აპარტეიდი დასრულდებოდა თუ არა რომ დაფიქრდა მე მითხრა ის მართალი ბრძანდებით შეიძლება აპარტეიდი შენარჩუნებული ყოფილიყო, იმიტომ რომ მაშინ ის ბალანსი, ის სტატუს-კვო ჭირდებოდა, მაგრამ აპარტეიდი ხაზია საუბარი. შეიცვალა, ეხლა ჩაგრული ხომ არ გაქვს. რაზე ვამბობ, ხა აი ბატონო. იგივე ზიმბაბვეში მდგომარე ადამიანის უფლებების დაცვა ვეღარ. აი გლობალური საფრთხეები რომ მოიხსნა, აი პატარ-პატარა თითქოს უნიშნელო საფრთხეები. ამოიზარდა რა გაძლიერდა, არა ნაკლების სახემია. ეხლა თუ იყო ეს გლობალური დაპირისპირება, ატომური საფრთხე, როგორ ფიქრობთ, არანაკლების საფრთხეა, რასაც ახლა თქვა ისლამური ტერორიზმი ქვია, თუნდაც. და კიდევ ნებისმიერი საერთაშორისო ტერორიზმი. ნაკლების საფრთხე, ეხლა აი ბოლო პერიოდში გადახედეთ, აი რამადანის მარხვა დაიწყო, რამდენი ტერაქტი განხორციელდა. აი გუშინ ნახე რომ ტუნისი აცხადებს რომ მე ლიბიას ანუ კედელი უნდა ვაგო. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვხედავთ რომ ეს არ არის გამოწვეული უბრალოდ იმის გამო რომ ადამიანის უფლებება გამოათავსეს. ეს მე კიდევ ერთხელ ეს მათი ერთმანეთთან კავშირშია. ეს არის იმის ბრალიც რომ ადამიანებს იდეოლოგია აქვთ და ამ იდეოლოგიის გამო სურვილი აქვთ რომ იბრძოლო. რატომ? კი, რა იდეოლოგია? ეხლა თქვენ აკეთებთ რომ ეს მემარცხენე იდეოლოგია. და როგორი მემარცხენე ესეთი აი რა ძალიან რადიკალური, ძალიან ექსტრემისტული მემარცხენე იდეოლოგია წამოვიდა. რაც ბოლო პერიოდში ხდება ევროპაში, რა ძალიან თუ არ მოგწონთ. ეხლა აი ევროპაში ეს არის საიდან მოვიდა რომელ ქვეყანაში სოციალისტები იქნება სულაც არ იყო საჭირო ჩარევა ადამიანის უფლებების გამო იგივე ერაყში და საქმეებში იქ სხვა ჯინი ამოდის. რა თქმა უნდა. სირიაში იგივე სხვა ჯინი ამოდის. ავღანეთში გამოუვალი ომი იყო, მაგრამ დაუშვე ერაყი, სირია ცოტა განსხვავებული მომენტებია. ლიბიაში, ეგვიპტეში. იქნებ საჭირო ახლა დასავლურმა სამყარომ თავისი წამგებიანი გააკეთა ჩემი აზრით, როდესაც ყოფილ კგბ-ს თანამშრომლებზე დადო ფსონი საქართველოში და მოიყვანა ხელისუფლებაში. მე პირადად ასე მარტო საქართველოს ბევრ ქვეყანაში. ეს იყო ეს დღესაც ეს გრძელდება და ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ადამიანები გადაღებეს და შემდეგ თქვეს რომ ესენი არიან ანტიკორუფციული. თან კარგად ვერ გადაღებეს. თან კარგად ვერ გადაღებეს და ჩვენ მივიღეთ შედეგები და ერთ-ერთი შედეგი და ასეთი მსხვერპლი მირიან ხარ შენ ამ შემთხვევაში ადამიანი რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომელსაც სააკაშვილმა პირდაპირ თქვათ მოპარა ბეჭედი. მაგრამ სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ეხლა თუ გინდა მირიან შემდეგ ეს ცალკე გადაცემა გავაკეთოთ, რომ ამაზე საზოგადოება უფრო საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაგრამ მე მინდა შენ გაიხსენო აი ეს პირველი წლები საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის, როდესაც ამ იდეალებზე კეთდებოდა ახალი პოლიტიკური ძალები, ეს პირველი საარჩევნები, იმიტომ რომ რატომ მინდა ეს აღნიშნოთ, იმიტომ რომ ამბობენ რომ საქართველოში დღეს ჩვენ პირველებმა ჩავატარეთ სოფლიოში გასაკვირი რაღაც არჩევნები და ეს იყო ერთადერთი დემოკრატიული არჩევნები 90-იანი წლების შემდეგ. არა ბატონებო, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს. ეს იყო თანასწორი, თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები განსხვავებით იმისა, რაც დღეს მოხდა. ეს იყო ორი ულტრა მილიარდერების პარტიის შეტაკება და დღესაც ეს ორი ულტრა მილიარდერული პარტიები ქონებრივი დისპროპორცია პირდაპირ და ვერანაირ თანასწორობა და ვერანაირ თანაბრობა აქ ვერ მოხდება. და ის 28 ოქტომბრის არჩევნები ერთი იყო დიდი მონსტრი, მაგრამ დანარჩენ პარტიებს ჩვენ მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი და მეერცა თანაბრობა იყავი. ჩუღურეთის რაიონში. ხო, მე ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ თუ ის გამიკვირდა უცებ რომ მე ადამიანებს სახებზე კარგი. არა, სხვა შორის ჩუღურეთის რაიონი იყო ძალიან საინტერესო ინდიკატორი, იმიტომ რომ ის არის ეთნიკურად ერთი ეთნოსის ეს მრავალ ეთნიკური ჯგუფი იყო, იქ არის სხვადასხვა მცირე ჯგუფების წარმომადგენლები და ზუსტად რომ ესრებოდით მაშინ აი საარჩევნო უბნებზე რომ დავდიოდით, ხედავდით რომ მოდიოდა ეს ხალხი, აი ძალიან მაღალი საარჩევნო შეგნება და მართლა ხო, აი საოცარი იყო როგორ ჩატარდა, მახსოვს ის იყო
ჩამოსული მაინც საფრანგეთიდან ქალბატონი მელია ილია მელიას ოჯახის წევრი იყო ის ობელეს დეკანოზი იყო პარიზის ქართული ტაძრის ქართული დიდი დიასპორა იყო ადამიანები რუსეთიდან მორბოდნენ ხმის მიცემა უნდა გაოცებულები იყვნენ მაშინ ერთად თელი ეშუღურეთის რაიონი შემოიარეს აი რო შედიოდა 10-15 ნახევარი ის საოცრება იყო დღეს მიმტკიცებენ რისაც 1 ოქტომბერს მოხდა რომ ის არის საქართველოში ჩატარებული ერთადერთი დემოკრატიული არჩევნები ქართულ ხალხს არ აქვს დემოკრატიის გამოცდილება შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც მე თავისუფლება და დემოკრატიას მასწავლებს. მაგრამ რა იცი, ისტორია ისეთ ცალსახად გადაგებს რა, რომ ეხლა ვისაც უნდა აბსოლუტურად ყველა მასალა არსებობს და გარდა მაგისა ეს არ არის ისეთი შორეული წარსულია, რომ ჩვენი ცნობიერებიდან იყოს ამოშენებული. ეს ნუ ეხლა ძალიან ჩვენი თაობის თვალწინ მოხდა და ყველამ კარგად იცის ის პროცესი როგორი გამომწარდა, რა შედეგი მივიღეთ, რა იყო პოზიტიური იმაში, რა ვერ შევინარჩუნეთ, პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ისე არ წავიდა როგორც გვინდოდა ამაში მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება მეტწილად თვითონ არის დამნაშავე. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბევრი რაღაცისთვის ჩვენ ბანალურად რო ვთქვათ მოუმზადებლები აღმოჩნდით. და ეს არის რაც დრო გადის და ეხლა რეტროსპექტიულ ანალიზს რო ვაკეთებთ რა ეს ძალიან თვალშისაცემია. აი რომანტიულობის ელემენტი ფიგურირებდა წეღან შენ ახსენე ძალიან დიდ დოზებში. და ნუ ეხლა ამის გარჩევა რა იყო და როგორ მე უბრალოდ ფაქტებზე შევჩერდები. მე პირველ რიგში რას მინდა ხაზი გავუსვა იცი, როდესაც ლაპარაკი არის ჰელსინკის სულზე და იმ ცნობიერებაზე და იმ იურიდიულ, პოლიტიკურ, მე ვიტყოდი ფსიქოლოგიურ საფუძველზეც კი, რომელიც ასე ვთქვათ ჰელსინკის ყოვლის მომცველი აქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპაში და მე მან ლამის მსოფლიოს პროტობერანციის სახით გადაუარა. არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს ერთგვარი რემეიკი არის ვესტფალური სისტემის. პირველად მე-17 საუკუნის ევროპაში 30 წლიანი ომის ესე იგი დასრულების შედეგად პრინციპად ჩამოყალიბდა საზღვრების ურყეობა. გესმის ეს ელემენტი ვესტფალური სისტემის ასე ვთქვათ რომ ფუძემდებელი პრინციპი გადავიდა მერე ჰელსინკის აქტში. ეს სხვათა შორის სერიოზული სათხოვარა აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რომელსაც ეს მიღებული შენარჩუნების იდეაზე გადასულ საბჭოთა ხელისუფლებას. მან როგორ მოხდა, ხო იცი? სოფლიო ექსპანსიიდან, რომელიც ლენინურ-სტალინური სისტემისთვის იყო დამახასიათებელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ისე როგორც ადრიანესა და ტრაიანესა და ადრიანის შორის არის ხომ გადასვლა რომ მოხდა რა, დაპყრობიდან შენარჩუნებაზე. აკაც იგივეა და აღელვებდა უბრალოდ იმ მონაგარის იურიდიული პრომულგაცია უბრალოდ, გესმის? და მეორეც იყო საბჭოთა კავშირს უნდა თავისი ადამიანური სახე ეჩვენებინა და ის ყოფილიყო მსოფლიოში მშვიდობის ბრეჟნევს სხვათა შორის ეს იდეა მუდამ ჰქონდა რა. კი, ესეც, მაგრამ პირველი მაინც საზღვრების სურხეობა არის. და იურიდიული საფუძველი არ დაგავიწყდეს რომ საბჭოთა კავშირის უდიდესი შემადგენელი იყო იდეოლოგია. ის მსოფლიოში დადიოდა როგორც იდეოლოგიური სახელმწიფო. ეს არ იყო უბრალოდ პრაგმატული სახელმწიფო. არა, ეგ რელიგია იყო. ხო, რელიგია იყო ფაქტიურად მიწიერი რელიგია. ოღონდ ადამიანები ეხლა დღეს რომ ადამიანები ესე იგი ძარცვავენ სახელმწიფოს, ნუ ასე ძარცვა არ გვინახია ჩვენ საერთოდ. ხო, ახლა როგორ გავიზარდეთ, გვეგონა რომ ექიმს კბილზე ისე უნდა ემკურნალა რომ არ ვიცი თვითონ უნდა მოსულიყო სახში რაღაც ესეთ იდეალები დგას. ჩვენ არ ვიცოდით რა მხეცთან მქონდა სანამ მისდებოდით. მე ეს მხეცი გამოჩნდა, მაგრამ მხეცი ყოველთვის ცდილობდა რომ ყველაზე უფრო კარგი მულტფილმი გადაეღო, ყოველგვარი ძალადობა ბავშვებისგან და ბავშვები სექსუალური ძალადობისგან დაეცვა არა მორალზე რა თქმა უნდა ძალიან კაცრად დაეცვა კინოში ძალადობის ჩვენობისაგან ხო რაღაც ეს ის რომანტიზმი იმდენად რთული მოსასმენია მაგრამ გახდებოდი 17 წლის და შეში პირველი პრობლემა ხდებოდა ჩეკისტებთან იმ წუთას რაღაც საშინელი უბედურება კედელს გადააწყდებოდი შემდეგ ჯარი მოდიოდა იქ ნახავდი უარეს უბედურებას და შემდეგ ყოველდღიურ ამ სიბიძურეში ვარდებოდი მაგ ილუზიება მიგვიყვანა იმ ფსიქოლოგიურ სტრესამდე რომელთაც დაავადდა ჩვენი საზოგადოება და დიდი ნაწილი დღემდე ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ ის გადასვლა, რომელიც იყო 90-11 წლების რომანტიზმიდან და ილუზიებიდან 92-13-14 წლების მხედრიონების თარეშობამდე, გესმის, იმდენად მძაფრი და მძიმე იყო,
ეხლა იმის გახსენებაც მე დარწმუნებული ვარ ზარავ საზოგადოებას. უნდა მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს და ეს ფიქრობ რომ მარტო 1-2 ადამიანის დონეზე არ არის ჩასული. ძალიან ბევრს იმ წლების გახსენება 92-13 უბრალოდ არ უნდა. ხო, რა თქმა უნდა. ეს იმდენად მძაფრი. გონებიდან გინდა რომ ამოაქვს. აი ეს 92-13 არ მთლიანეთის თუშუქობის წლები ის კოლაფსი რაც იყო ქართული ეკონომიკის ნგრევა, მაგრამ განსაკუთრებით 92-13 წლები ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ ყისიერი იყო გადასვლა და შედეგი ძალიან თვალსაჩინო. ხო და დღეს ლაპარაკობენ სამართლიანობის აღდგენაზე, ახალგაზრდობა მინდა იცოდეს, როცა სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, არ შეიძლება დაწყება 2003 წლიდან. იმიტომ 2003 წელს არ დაწყებულა საქართველოს ისტორია და არ ამათ ერთგვარად სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ რასაც ვქეთ, დამოუკიდებელი სახელმწიფო შედგა 1991 წლის 9 აპრილს. 9 აპრილი არის დამოუკიდებლების დღე და არა 26 მაისი არის ჩვენი ისტორიული ღირსების დღე. არა, გეთახმები, ახალი ქართული სახელმწიფო დაიბადა 1991 წლის 9 აპრილს. ეხლა ვის მე მოწონს ეს, არ მოწონს ეს არის. და მე ბედნიერი ვარ, რომ მე ვიყავი 31 მარტის რეფერენდუმის ჩამტარებელი და მე ამით ვამაყობ. მე ვნახე ქართული სულის ერთიანობა, ზუსტად ის შედეგები ჰუმანიზმის, იმ დემოკრატიის და იმ თავისუფლების, რომელიც 31 მარტს რეალიზდა როგორც ერთიანი ხმა სრულიად საქართველოსი და დამოუკიდებლობას. სხვათა შორის რამდენადაც მნიშვნელოვანი არ არის, რასაც შენ ახლა ლაპარაკობ, ხო? აი მე როგორც ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი მაგ რეფერენდუმის, იმიტომ რომ იყო ზვიად იყო გამსახურდი იყო სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარე და მე ერთ-ერთი წევრი 4-5 ადამიანი ვიყავით. და მე თხოვოს ბატონმა ზვიადმა რომ სტრატეგია დამეწერა მაგ რეფერენდუმის ჩატარების და ჩემთვის ახლა ძალიან ბევრი რაღაცა რა პრობლემებიც ჰქონდა არის დღესაც მძაფრია, იმიტომ რომ ის იყო პირველი და მე ვფიქრობ ძალიან სამწუხაროდ ბოლო პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. აი ჩვენ დაგვავიწყდა იმის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლა. აი დღეს ქართველებს სამწუხაროდ არ ქონია. მირიან მაპატი ჩაგეჭრები რა. რატომ გაგაჩერე ოსეთი რო ახსენე? ეს იყო რეფერენდუმი და 28 ოქტომბერი ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკოსების და ამ დღევანდელი ხელისუფლების გასაგონად ვამბობ, რომელიც ჩატარდა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამის გამო არის საქართველოს აღიარებული საზღვრები და საქართველოს საზღვრები ურხევება. როდესაც დღევანდელი მაღალი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნები და კიდევ უფრო მაღალ ჩინოსნები ზოგიერთ ესე იგი გადაცემებში მონაწილეობენ თუ შეხვედრებში და ამბობენ რომ ისინი არ ცნობენ საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიად, ანუ აფხაზეთს არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიად, ეს არის მიმართული არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის წინააღმდეგ, არამედ საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ისინი არა მარტო საქართველოს ამ შემთხვევაში ღალატობენ, რბილად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეს სხვა ევროპას ღალატობენ, იმიტომ რომ ჰელსინკიზე მივიდეთ. მე უფრო მეც გითხრა, ახლა გავაგზავნებ შენ იმას, რა ქვია რა ეს. ზედმეტი ბავშვთან ახალგაზრდა ზედმეტი წამოწდა უცებ გავაგზავნებ. გავაგზავნებ უბრალოდ რასაც შენ ამბობ და სწორი მიმართულება მიეცი ახლა მე გეტყვი კიდევ უფრო მეც. 92-ში, 93-ში, 94-ში რეფერენდუმის თემას ტაბუ დაედო. როდესაც რაღაცაში იყო ჩემი ხელისუფლებაში დაბრუნების და რაღაც თანამდებობას მთავაზობდნენ რა ედუარდ შევარდნაძემ დაბლოკა და იცი რა იმით რა ქვია საფუძველით ეგ რეფერენდუმის ჩატარებაში ცუდად აქტიურობდა მე საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაში მონაწილეობის წვლილი დამხვდა როგორც მინუსი საქართველოს სახელმწიფო აპარატში დაბრუნების გზას აი ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა მომხდარიყო ეს ჩემთან მიმართებაში კი არ იყო ზოგადად. ეს იყო ქვეყნის მოცემულობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელმაც საკუთარი დამოუკიდებლობის აქტის ფორმირების და დამოუკიდებლობის რეფერენდუმის არათუ დღესასწაულის ჩატარება, არამედ საერთოდ მისი ხაზგასმაც კი ტაბუთ აქცია. გრძელდება დღესაც ეს მაგიტომ გაამახვილეს ყურადღება და დაიწყეს 31 მარტს მე მიკვირს და დღემდე ნუ ედუარდ შევარდნაძის ის პერიოდი ჩემთვის გასაგებია. იმიტომ რომ მასთან მიბრძოლი პოლიტიკური ჯგუფი ვიყავით და ეს მისთვის პრობლემა იყო გასაგები მიზეზების გამო. დღეს რატო გახდა ეს დღესასწაული მიუღებელი და ტაბუირებული
ჩემთვის აი ეს არის გაუგებარი. საერთოდ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია არის ტაბუირებული და მიუღებელი. აი ქალბატონ თამარს წავაკითხინე ორი სტროფი, ხო, მიგიდან. ამ როგორ შეიძლება ამ ხელისუფლებამ დაიცვას ადამიანის უფლებები, რომელიც უარს ამბობს ადამიანის შრომის უფლებებზე. მე ევროპასთან პრეტენზიებს როცა ვაყენებ, რას ვამბობ? ქართველი ემიგრანტების შრომის უფლებები არ არის დაცული. ქართული სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს მათ შრომის უფლებების დაცვაზე. ქართველი ემიგრანტები არიან ლამის იატაკქვეშეთში, ყველაზე უფრო ჩაგრულ მდგომარეობაში. რატომ არისო ჩვენ ვამახვილებდით ახლა მიმდინარე პროცესებზე საბერძნეთის? იმიტომ რომ შრომითი ბაზარი ინგრევა საბერძნეთში და შესაბამისად ჩვენი ემიგრანტები რჩებიან ისე ძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ხო ერთხელ თოვლილები, ორჯერ თოვლილები, სამჯერაც, ეხლა კიდევ შეიძლება თოვლილები აღმოჩნდნენ. მე არ ვიცი ხა ჩვენი გადაცემა რამდენად პოპულარული გახდა, რამდენი ადამიანი უყურებს, მაგრამ დაიწყეს ამ თემაზე სპეკულაცია სხვადასხვა ტელევიზიებმა. არ აშუქებენ ისე როგორც უნდა გაშუქდეს. არ არიან ის ადამიანები, ვინც უნდა მონაწილეობდნენ და ვიღებთ რაღაც ток-შოუ, სადაც ერთმანეთს ლანძღავენ ადამიანები და ამის ისევ ჩქმეტა და ის ესეთ სიტუაციებით, როდესაც საქმე არის ძალიან სერიოზულად და ძალიან სერიოზულად უნდა ემუშავა ქართულ სახელმწიფოს ამ 25 წლის განმავლობაში ჯერ იმაზე, რომ შრომის უფლებები და შრომის საშუალებები ყოფილიყო საქართველოში და ამის ნაცვლად 10 წელიწადი გრევაზე და ძარცვაზე იყო. შემდეგი 10 წელიწადი პიროვნებაზე დამოკიდებული ინსტიტუტების შექმნაში გატარდა. და ამ 10 წლის შემდეგ, როცა პიროვნებაზე გატარებული ინსტიტუტები უნდა დასრულებულიყო და ადამიანზე გათვლილი ინსტიტუტები უნდა შექმნილიყო, ამით ჩვენ ვაწყდებით სრულად უსულგულობას ადამიანებს, რომელსაც არანაირი პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ და სიტუაცია მიდის ნელ-ნელა ესე ინერციით, მაგრამ საით მიდის და სად გაჩერდება ეს მატარებელი ღმერთმა უწყის რამე თუ მიმართულება უკვე არც პიროვნებაზეა პასუხებლობა. ეხლა წარმოიდგინე რა სიტუაციაა. საერთოდ არაფერი არ არის ორგანიზებული. როგორი სასაცილო სიტუაცია გვაქვს რა ქვეყნის გარეთ ყოფი ადამიანი თავს აცხადებს გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ და ეს არის ტოლული ქვეყნინა და ქვეყნის გარეთ არის. ანუ ვინ მართავს ამ პარტიას ქვეყნის შიგნით არავინ არ იცის და ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც მივეცით ხმა და რომელიც ასევე აცხადებს, რომ ის არაფერს არ მართავს საქართველოში. შეუძლია ხო კანონი და კონსტიტუციით ხომ შეუძლებელია ოპოზიციის პარტიის თავმჯდომარე იყოს სხვა ქვეყნის გუბერნატორი. შეუძლებელია, მაგრამ ამაზე მართველი პარტია სასამართლო უსამართლობის და როდესაც არაკონსტიტუციური და არ შემდგარი სახელმწიფო როგორი დეფიციტია, ხო უბრალოდ ადამიანის უფლებებზე არ არის. თქვენ ნახევარია უკვე არის გუბერნატორი. მე საკითხი დავსვი რა. საკმაოდ სერიოზულად ადამიანის ველაპარაკი. მე როგორც ვატყობ რა, ამ სიტუაციამ უხერხულობა როგორ დაუბადა საზოგადოებას ჩვენი ხელისუფლების ნაწილს იცით? რაღაცა გადაწყვეტილების მიღება იშინით. შენ სწორეს ამბობ. კომედიაა. მეორე ქვეყნის მოქალაქე არის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ოლქის გუბერნატორი, არის სულ სხვა სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიის მეთაური, თქვენ ამისთან უნიკალურ სიტუაციას ვერ მოძებნით ვერსად. ეს უკვე აღარ არის ლაპარაკი რაღაც სამართლებრივ რა უფლებებს, ეს არის კომედია. იქნება იქნება. არა, რა, სადღაც წერი. ეს ზუსტად კომედია. ეს არის კომედია. იქნება აქვს ამ კაცს ამის უფლება. იქნება აქვს ამ კაცს იმის უფლება, რომ გადადგეს თვითონ და ვინც უნდა ის დანიშნოს თბილისში. არა, კომედია, ეს არის კომედია. ამ პარტიას ვიცნობ შიგნიდან. იმიტომ რომ მაგის თავმჯდომარე ვიყავი 13 წლის მანძილზე რა. და საერთოდ სრულად უკანონოდ ვარ გადაყენებული და საქმეზე რომ მიდგეს ისედაც თავმჯდომარე ვარ, იმიტომ რომ არა, ეხლა ბეჭედი მომპარეს მაგაზე არ არის, შენ ერთი ხუჯერ აღნიშნე, ეს ფაქტი ეგ არ არის. ფაქტი ისაა, რომ იმ ყრილობაზე, სადაც აირჩიეს სააკაშვილი მეორე ყრილობაზე, მე არ გადაურჩევიო. და შესაბამისად, ესეც არ არის საქმე, მაგრამ თავარი არის მაშინ თაში ვიყავ დამიგულეს და ის, მაგრამ პრობლემა ეგ არ არის, პრობლემა რა არის? მაგათ შინიდან ვიცნობ და ეს ავატყოფი ხალხია და შევეშოთ ეხლა იმათ. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს პრეზიდენტს არ ეკითხება არაფერი. მოქალაქეობის უფლება ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობასთან არის შეუთავსებელი. პარტიული საქმიანობის უფლება განსაზღვრული არის მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით. იქ მკაფიოდ არის განსაზღვრული, ვინ შეიძლება იყოს საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრი. მითითებულია რომ მარტო მოქალაქე და თავმჯდომარე მით უმეტეს. არის მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები იუსტიციის სამინისტროში. ანუ ეხლა რომ დავთვალოთ, რა რაოდენობის კანონი არის დარღვეული სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობით, ხო? ერთი ხელის თითები არ გვეყვა.
მაგრამ ჩვენ ყველანაირად კანონის მიღმა ვართ. ეხლა შენ ახსენებ რაღაც შრომის კოდექსი იმას ამას. ფუნდამენტურ რაღაცებში ვართ მიღმა. საზოგადოებას ვახსენებ, რომ ასეთი რამ არსებობს საერთოდ. საერთოდ ჩაყირში. ჩვენ ვართ ჩაყირში. ახალგაზრდას რატო ვთხოვე, რომ წაიკითხე, მას ცოდნოდა, რომ ასეთი შრომის კანონმდებლობა დეკლარირებული კი არ არის, დაკანონებულია 1958 წლის გაეროს წესდებით. არ უყვარს კანონის შესრულება. უყვართ როცა სხვა სთხოვე. როდესაც შენ არ შეასრულები. ახლა საქმე რაშია? რა გავაკეთე ჩვენ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ის სულისკვეთება ყოფილიყო, რაც ჰელსინკშია, რაც გაეროს სადევეს უფლებებშია. რა გავაკეთე? სამწუხაროდ, აი ძალიან კარგად არის. სამწუხაროდ როცა მოვიდა შეორნაძე, საერთოდ დაავიწყდა ჰელსინკიც. აბსოლუტურად. ხო, ის ხელშეკრულება რომ ხელი მოწერილი ქონდათ, ის რომ ჩვენ მერე ეუთოსთან დავდეთ ეს რაღაცა სამართლების სივრცეში ვიყავით. ეუთოს წარმომადგენლობა ჩვენთან რო არის მაშინ 95 წლიდან, ანუ როგორია თანამშრომლობა. ხანი ჩადიან და ეუნები საერთოდ ეს თემა თუ ხერხულია გასარჩევად, იმიტომ რომ სად ჰელსინკი და სად ფედრიონი და სად ერეკლე და ნუ ესე იგი საერთოდ კომედიაა რა. ჩვენ გვყავდა ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია, რომელიც ყველას უფლებას იცავდა, გარდა იმისა, ვისაც ქუჩაში ხვრედა და მაშინდელი ხელისუფლება. ხო, პირდაპირ. რა უნდა ქუჩაში ვარ. ხო, ქუჩაში რა უნდა, ბირჟაზე იდგნენ და ვიღაცა ჩამოვარდა აი ეს უბავს ყველაფერს, აი ყველაზე დიდი უბედო რომ მეთვლაც არის ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ადრეც ესე იყო. ეს არის რაღაც ორმაგი მორალი. იქ ევროპაში შევდივარ, იმათ ვასწავლი დემოკრატიას და ლიბერალიზმს და როგორ მოიქცენ და ვეუბნებით რომ ჩვენზე დიდი და ჩვენზე უძველეს ევროპელები არ არიან და აქ ჩამოდიო და ზუსტად აი ესეთი აზიური ყველაზე ცუდი ფორმის მართლობა რომ იმას ვამყარებ და მოწონს კიდე უმეტესობას. იქნება ეს უმეტესობა სხვა გარემოში არც არის ნამყოფი და იმიტომაც მოწონს. კი არ მოწონს ჩვენთან უბრალოდ იცით რა საზოგადოება შეიძლება თავს იტყუებს უბრალოდ ზონის უნარი აი მეორე მომენტი შენ ხა კაი მომენტი ახსენ იქ ის 200,000 ემიგრანტი რა რომელიც არის აბერდინში ნუ მინიმუმ 200,000 და რომელიც ხვედრი არის გაუგებარი ამ სიტუაციაში რომელი მოვლენათა განვითარებას არ უნდა აირჩიოს დღევანდელმა საბერძნეთმა ან ევროპამ საბერძნეთთან მიმართებაში ამათი ბედი რა უნდა აირჩიოს ხალხმა თქვას გადაგაგდეთ არ გაძლევთ ჩემ ოჯახში ასე გადავწყვიტეთ ამათი ბედი არის იცი როგორ აი ნუ რა ვიცი აი წარმოუდგენელია და მე ხე გეტყვი რა საქართველოში მარტო ხო ეგენი არ არიან პრობლემა საქართველოს დღევანდელი არის მოხუცი მშობლების სამშობლო ფაქტობრივად ყველა შრომის უნარიანი ქვეყნის გარეთ არის გასული და ყოველ წელიწადს ჩვენ კარგავთ ეხლა ნუ ვიცი ამ სტატისტიკას საზოგადოება გაურბის ხელისუფლებას დღეს პოლიტიკად გაუხდა არ შემჩნევა არაფრის 70-დან 90,000-მდე ადამიანს ვკარგავთ 2004 წელს იყო 80,000 გამოაცხადა ეგ მაშინ საქსტატის ხელმძღვანელმა მე ეს წავიკითხე გაზეთში თქვი და მეორე დღე სააკაშვილო მოხსნა ეს ადამიანი ადამიანის უფლებების დაცვაზე და ჩვენი სწორი ფორმატში ვართ ეხლა აი ეს სტატისტიკა რომელსაც ეხლა ვიტყვი ყველაზე ნათელი ილუსტრაცია რეალური დამოკიდებულებების ამ კანონებისადმი და იმ სამართლებრივი სივრცის რომელშიც ვიყავით მთელი ეს წლები 500-300,000 ის იყო რა ქვია მოსახლეობა საქართველოში 1991 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ცოტათი მეტი კიდე რა, იმიტომ რომ 99 წლის სტატისტიკას ამბობენ დაახლოებით 1.50-60,000 ადამიანი, ანუ 5,350,000. 5,350,000. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდისთვის ეს ციფრი ჩამოვიდა 4,500,000-მდე. 4,400,000. ეს 2002-ში რო ეს 1,100,000 ჩემსი. 1,100,000. და კიდე არა 900,000 და მილიონამდე. და კიდე დაახლოებით 700,000 შემცირდა სააკაშვილის პერიოდში. დღეს არის 3,700,000, მაგრამ თქვენ არასწორად ჩვენ ვითვლით 5,600,000-დან, რაც არასწორია. რეალობაში დღეს საქართველოში უნდა ცხოვრობდეს სუნციდე 7 მილიონი ადამიანი. ის ტემპები რო შეგვენარჩუნებინა, ხო. აზერბაიჯანში იყო 5,800,000 მოსახლე, ეს არის 10 მილიონი. ჩვენ საიდან ავიღეთ? თუ ავიღეთ ჩვენ იმ 18 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდს დაახლოებით აზერბაიჯანში გასამაგდა მოსახლეობა, სომხეთში გაორმაგდა მოსახლეობა და ჩვენ გაორმაგდა მაგაში უფრო ფართო სწორი შენიშვნა, მაგრამ უფრო ფართო არეალი ავიღოთ. იმ საზღვრებში რაც ესე იგი იმის რა ქვია პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგაც ჩამოყალიბდა თურქეთი, თურქეთის მოსახლეობა იყო 11 მილიონი და რაღაც. დღეს თურქეთი არის თითქმის 80 მილიონი. ჩვენ ვიყავით 2,400,000, 2,300,000. დღეს ვართ 3,300,000. 87,000 გადავიდა თურქეთის. ანუ ეხლა წარმოიდგინე ირანში
იგივე წლებში იყო 8 მილიონი. დღეს ირანი არის 80 მილიონია. ანუ ჩვენ კვდებით ფაქტობრივად რა და ყოველ წელიწად ეს ტენდენცია სამწუხაროდ გრძელდება. ესე იგი ეს არის თითოეული ადამიანის დონეზე პასუხის გაცემა იმაში რა ქვეყანაში ცხოვრობს. იძულებულია გაიქცეს, ესე იგი ამაზე სამშობლოდან რო გარბის ადამიანი. ეს იმიტომ რომ კიდევ იქავარ ხო ადამიანის უფლებები არ არსებობს. ჩვენი თავარი მოძრაობა თუ რამე გაკეთდა, თავარი მიმართულება უნდა იყოს, რომ აი სულისკვეთება გაცოცხლდეს ელემენტი, ეს ხაზი გაცოცხლდეს, გააგრძელდეს და мотивация გაუჩნდეთ ადამიანებს აღარ წავიდნენ საკუთარი სამშობლოდან და შვილები რო გააჩნიათ. იმიტომ რომ შენ წეგან ახსენე სიტყვა ტერმინი ემიგრაცია და მე ვფიქრობ რომ ეს სიტყვა არ შეესაბამება ამ რეალობას და ამ დინამიკას. ეს არის ევაკუაცია სამწუხაროდ. ეს არის მოსახლეობის დაცლა იმ ტერიტორიის რა და ეხლა ეს გრძელდება ყოველ წელიწად ჩვენ კარგავთ 70-90,000 მოსახლეს ეს არის ქართული მოსახლეობის 3% და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა კიდე 10 წელიწადი ჩავწდებით 2 მილიონს ქვევით და ნუ ეხლა და კიდე ასაკობრივი ზღვარი ესე იგი ფაქტობრივად კვდებით ვართ ერთადერთი აი ერთ ფრაზას გეტყვით ვართ ერთადერთი ქვეყანა ევრაზიის მეგაკონტინენტზე რომელიც კვდება პირდაპირ თვალწინ. ანუ შევაჯამოთ, არსებობს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელსაც თავის ისტორიული სამუშაო შეასრულა. მას შემდეგ, მაგრამ თავარი რა არის? თუ შენ ამ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის სულისკვეთებით და მისი ბუნებით არ მოქმედებ და მისი ბუნების წინააღმდეგ იქცევი, შესაძლებელია ერმა საკუთარი თავი გაინადგუროს. აი ამ დასკვნამდე მივდივარ დღეს აი ამ პატარა დისკუსიით. პროცესს ვაკვირდებით. თუ პროცესს სწორად მივყვებით, იმ ფასეულობების ერთგულები ვრჩებით, ჩვენ გვაქვს მეზობლების, ყოფილი მეგობრების, ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი ბალტიისპირეთის მაგალითი, რომ ეს ქვეყნები თავის განვითარებას ასე თუ ისე ახერხებენ. მაგრამ იქ სადაც განვითარების პროცესები ირღვევა, იქ იწყება კატაკლიზმები. ეს არის საქართველო, ეს არის ფაქტობრივად რუსეთი და დღეს გადავიდა ის უკრაინაზე. აი ასეთი გადაცემა გქონდა დღეს ამ პროგრამაზე დავამთავრეთ. სამწუხაროდ რეალურზე ძალიან სერიოზული საუბარი გქონდა ეს პირველი ნაბიჯი იყო თუ მოახერხეთ ასეთი ნაბიჯები ასეთი წიაღსულები ბევრი პროგრამა უნდა გავაკეთოთ მსგავსი რომ ახალ თაობასაც გამოადგება ჩვენ მეგობრებსაც მაყურებლებსაც გამოადგება და ქვეყანასაც გამოადგება ნუ რაღაცა ჩვენს დავტოვებთ იმიტომ რომ ასეთი საუბრები ქართულ ტელეეთერში არ არსებობს ну რაც არსებობს მოკლედ ის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდით. მომავალ შეხვედრამდე.